თუ ეძებს სანდო სატყუარას ქლენისა და კალმახის დასაჭერად მდინარეებში ან ფორმატში, აუცილებლად ნახე ეს ვიდეო. გამარჯობა. მე ჰუბერტი ვარ და დღეს სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სატყუარას. დღეს გაჩვენებთ, როგორ შეიძლება მისი აღჭურვა, როგორ უნდა წაიყვანოთ წყალში, მაგრამ ყველაზე მთავარია, გეტყვით, რა თევზების დაჭერა შეგიძლიათ მასზე ეფექტურად. ბოლო დროს ჩვენთან ბევრი ახალი პროდუქტი გამოვიდა, მაგრამ დღეს მინდა თქვენთან ერთად განვიხილო სატყუარა, რომელსაც ჰქვია. დასაწყისში, როდესაც თავად ლარვას წარმოგიდგენთ, უნდა ითქვას, რომ ეს სატყუარა სერიას ეკუთვნის. სერია სპეციალურად არის განკუთვნილი ნაკადულის, ცისარტყელას და ამ თევზის სხვადასხვა სახეობის სატევზაოდ. აქ გვაქვს 30 გამოცდილი და ეფექტური ფერი, რომლებიც ყოველთვის შეგვიძლია მოვარგოთ წყლის პირას არსებულ პირობებს. და რაც ყველაზე კარგია ამ სერიაში, გარდა იმისა, რომ ისინი დამზადებულია სპეციალური მასალისგან, რომელიც თევზებს ნამდვილად მოსწონთ და როდესაც ისინი ჩვენს ანკესთან ახლოს ცურავენ, ამ სატყუარას უყურადღებოდ არ ტოვებენ. ისინი შესანიშნავად არის დამუშავებული და რეალისტურად გამოიყურება. ანუ, როცა ვსაუბრობთ ასეთ ლარვაზე, რომელიც, როგორც სახელიდანაც ჩანს, უბრალოდ ბუნებაში არსებული ლარვის იდეალური ასლია. რაც კარგია, ლარვის შემთხვევაში გვაქვს საქმე სამ სხვადასხვა ზომასთან. ყველაზე პატარა 30-იანიდან დაწყებული, შემდეგ 35 და ყველაზე დიდი მოდელი 45-იანი. ყოველთვის შეგვიძლია მოვარგოთ სატყუარის ზომა წყლის პირობებს და იმ თევზებს, რომელთა დაჭერასაც ველით. მიუხედავად იმისა, რომ აქ ვსაუბრობთ ერთ მოდელზე, რომელსაც 3 ზომის ვერსია აქვს, ასევე გვაქვს 4 არომატის ვერსია, სადაც შეხვდებით არომატის გარეშე ანურს. ორი ჩემი საყვარელი არომატია, ყველის და კრილის. ესენი ყოველთვის შესანიშნავად მუშაობს მდინარეებზე და ასევე არის ნიორის არომატი. ზუსტად ასეა. ნიორი, რომელიც ძალიან პოპულარულია, სწორედ ტიპის თევზსაჭერ ადგილებში. დაჯდა. აი ასეთი ცისარტყელა, კალმახი და პატარა ლარვა. აქ უკვე გვაქვს ლარვა 35, რომელიც ქილიდან ამოვიღეთ. შეხედეთ ამ უმცირეს დეტალებს, რაც ამ სატყუარაშია ჩადებული. ის წარმოუდგენლად ეფექტურია, მაგრამ ყველაზე მთავარი, ძალიან უნივერსალურია. რას ვგულისხმობ? როცა მდინარეებში ვთევზავ, ვიყენებ ყველაზე მარტივ აღჭურვილობას, რომელსაც ახლავე გაჩვენებთ, ისე რომ ეს სატყუარა ფაქტობრივად ზედმეტ მოძრაობას საერთოდ არ აკეთებდეს. რადგან თუ დააკვირდებით, ის ოდნავ მოღუნულია, როგორც პატარა ბანანი და ამის წყალობით, როცა მხოლოდ ზუა დაჭიმულია, ეს სატყუარა სწორად არის წამოწმული კაუჩზე და წყალში ძალიან ნაზად ირხევა, რაც, სხვათა შორის, ახლავე თავადაც შეგეძლებათ ნახოთ. მეორე საკითხი, რაც ჩემი აზრით ასევე დიდი პლუსია, არის ის, რომ ეს სატყუარა მცურავია. ეს მასალა მცურავია, აქვს ამწეობა. ამის წყალობით ჩვენ უკვე ვაფართოებთ აქ აღჭურვილობის ვარიანტებს, რომლებსაც შეგვიძლია გამოვიყენოთ დამატებითი მეთოდებით, როგორიცაა დროპშოტი, გვერდითი ტროსი და ეს სატყუარა მაშინ მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად აღჭურვავთ, მაგრამ იგივე სატყუარაა, სრულიად სხვანაირად იქცევა. ანუ რეალურად, როცა ასეთ ქილას ვყიდულობთ, ვფიქრობ, გვაქვს თევზაობის ათამდე სხვადასხვა მეთოდი, რომ ყოველთვის შევძლოთ ჩვენი წყლის აუზში პრეტენზიული თევზების მორგება. ახლა გაჩვენებთ, როგორ უნდა აღჭურვოთ ასეთი სატყუარა. აქ გვაქვს ამ ლარვის დასაწყისი. ამ მხრიდან ვაცურებთ კაუჩს. დამზადა. ასე აღჭურვილი ლარვა წყალში საკმაოდ აქტიურად იმუშავებს, თუნდაც ერთგვაროვანი ამოღებისას. მოდით ვნახოთ, როგორ იქცევა ეს წყალში. მეორე მეთოდია კაუჩის ამოყვანა მეორე მხრიდან. ამის წყალობით სატყუარა უფრო გასწორებულია, რის გამოც ფაქტობრივად ნაკლებად იბრძევა ამოღებისას. თითქმის საერთოდ არ იმუშავებს ასეთ დროს. ამ
შემთხვევაში მთელ მოძრაობას ჩვენ ვაძლევთ ანკესის მუშაობით. ეს იყო ორი ძირითადი მეთოდი, რომლებსაც ლარვის აღჭურვისთვის ვიყენებთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მისი აღჭურვა არა მხოლოდ ვოლფრამის, არამედ ტყვიის თავებითაც. ასევე შეიძლება მისი აღჭურვა, როგორც უკვე ვახსენე, ჩებურაშკაში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ეს სატყვა რაც წყალში ძალიან კარგად იმუშავებს. მაგრამ რაც მთავარია, თუ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი სატყუარების აღჭურვა, ამას ყოველთვის იპოვით ჩვენს მიმდინარე კატალოგში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. ლარვის შესახებ ეს იყო ყველაფერი. ეს არის საოცარი სატყუარა, რომელიც ყოველთვის მაქვს ჩემთან ყუთში, განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში, რომელიც უკვე ახლოვდება. აქედან მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ასევე მოგიწვიოთ ზედაზე. იქ ვაქვეყნებთ ყველა ინფორმაციას ჩვენს სატყუარებზე. აუცილებლად შეიხედეთ, თუ გაინტერესებთ, რადგან იქაც ვდებთ ფოტოებს იმ თევზებზე, რომლებიც სწორედ ის სატყუარებზე იჭერია. მოგვიანებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.